ლიბერალიზმიდან კონსერვატიზმის მიმართულებით პოლიტიკური მსოფლმხედველობის ცვლილება, რაც შეერთებულ შტატებში ბოლო 3 თვის განმავლობაში ხდება, უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. და სწორედ ამ პროცესის დამსახურება ამდენი პოზიტიური ცვლილება და საღიაზრის წინა პლანზე გადმოწევა. თუმცა რამდენი განკარგულებაც არ უნდა გამოსცეს ტრამპმა, რამდენი საქმეც არ უნდა აღძრას პროკურორმა ბონდმა და რამდენი მილიონიც არ უნდა შეუჩერონ კონკრეტულ ლიბერალურ შტატებს, თავარი მაინც ის ტრანსფორმაციაა, რომელიც ამერიკელების ტვინებში ხორციელდება. 10 წლეულების განმავლობაში მოწამულ ტვინებში. თითქოს და ამდენი ხნის გაუკუმართებული აზროვნების 3 თვეში გაჯანსაღება შეუძლებელი უნდა ყოფილიყო. მაგრამ როგორც ამერიკული სოციოლოგია და საზოგადოებრივი აზრის კვლევა ცხადყოფს, მთელი ეს ტრანსნაციონალური კორპორაციებისა და ამერიკის ოლიგარქიული ოჯახების მიერ გაპიარებული ფსევდოლიბერალური შიზოფრენია ხელოვნურად თავსმოხვეული გარყვნილი სტანდარტებია, რომელიც ვერასდროს გახდება საზოგადოების უმრავლესობის ბუნებრივი ცხოვრების წესი. სწორედ ამიტომ 3 თვეც კი საკმარისი აღმოჩნდა, რომ ამერიკელების აზროვნებაში ძირეული ცვლილებები მომხდარიყო. და რაც ყველაზე სასიამოვნოა, ჯანმრთელი გამოგვიძების პროცესი დიდი ტემპით მიმდინარეობს ეგრეთ წოდებულ გენზი თაობაში. ამერიკელებს ხო ძალიან უყვართ Z თაობის, ანუ 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდების განწყობების კვლევა. ამით გარკვეულწილად ამერიკის მომავალს სწავლობენ. მოკლედ NBC News-მა მასშტაბური გამოკითხვა ჩაატარა იმის გასარკვევად, თუ რას ფიქრობენ რიგითი ამერიკელები ტრანსგენდერების ქალთა სპორტში მონაწილეობასთან დაკავშირებით. გაიგვა, რომ ამერიკელების უმეტესობა ტრანსგენდერი, ანუ კაბიანი და პომადიანი მამრების მონაწილეობას ქალთა სპორტში ეწინააღმდეგებიან. გამოკითხვის თანახმად, ამერიკის ზრდასრული მოსახლეობის 75% მიიჩნევს, რომ ტრანსგენდერ ქალებს, ანუ ბიოლოგიურ კაცებს ქალთა სპორტულ გუნდებში თამაშის უფლება არ უნდა მიეცეთ. აი გენზი თაობაში კი, რომლის 22% შარშან სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლად ასაღებდა თავს, 65%, ანუ ყოველი 3 ახალგაზრდიდან 2 თვლის, რომ ტრანსგენდერებს არაფერი ესაქმებათ ქალთა სპორტში. აშკარად სერიოზული პროგრესია ჯანმრთელი აზროვნებისკენ. მართალია ჯერ რამის მტკიცება ნაადრევია, მაგრამ როგორ ჩანს, გასულ წლებში ამერიკელ ახალგაზრდებში ასეთი გადამეტებული ლტოლვა LGBT ღირებულებების მიმართ უფრო მოდას აყოლილი მიმბაძველობა იყო ვიდრე რეალობა. თუმცა ამ გარყვნილი ტენდენციებისაგან ბოლომდე გათავისუფლება გენზი თაობას ჯერ კიდევ წინ აქვს. ეს ახალგაზრდები ჯერ კიდევ ამერიკული საზოგადოების ყველაზე დიდ სეგმენტად რჩებიან, რომლებიც თვლიან, რომ ვითომ ქალებად გადაკეთებულ ტრანსგენდერ მამრებს ისეთივე უფლებები უნდა ჰქონდეთ ყველა სფეროში, როგორც ბიოლოგიურ ჯანმრთელ ქალებს. თუ ზრდასრული ამერიკელების მხოლოდ 25% უჭერს მხარს ამ ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას, გენზი თაობაში ეს მაჩვენებელი 36% შეადგენს. NBC News-ის კვლევამ კიდევ ერთი ძალიან საინტერესო განსხვავება, უფრო ზუსტად მნიშვნელოვანი გენდერული უთანასწორობა გამოავლინა ტრანსების ქალთა სპორტში მონაწილეობასთან დაკავშირებით ახალგაზრდა მამაკაცებსა და ქალებს შორის დამოკიდებულებაში. აღმოჩნდა, რომ ამერიკელი ახალგაზრდა მამაკაცები გაცილებით სოლიდარულნი არიან ჯანმრთელი სპორტსმენი ქალების მიმართ, ვიდრე თავად ქალები. გენზი თაობის მამაკაცების 72%, ანუ ყოველი 4-დან 3 ამბობს, რომ ქალთა სპორტში მხოლოდ ბიოლოგიური ქალები უნდა მონაწილეობდნო. მასში როცა ახალგაზრდა ქალების მხოლოდ 9/10, დაახლოებით 56% თვლის, რომ ქალთა სპორტში მხოლოდ ქალები უნდა იყვნენ. რატომ არიან ამერიკელი ქალები ქალი სპორტსმენების მიმართ ასეთი არასოლიდარულები, ეს უკვე სრულიად სხვა სოციოლოგიური კვლევის საკითხია. მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში დასავლურმა სამყარომ დაიწყო ყველაზე სახიფათო ექსპერიმენტი, მავნე იდეოლოგიით რეალობის გადაწერა. კაცობრიობას იმის ილუზია შეუქმნეს, რომ ჭეშმარიტება მეტისმეტად სუბიექტურია, ხოლო ბუნებრივ კანონებზე საუბარი დასავლურ პროგრესულ სამყაროსთან შეუსაბამო. გაბატონდა იდეა, რომ სქესი პირადი არჩევანია, რომელიც არ ექვემდებარება არც რელიგიურ, არც ტრადიციულ და არც ბიოლოგიურ წესებს. ამ იდეოლოგიურმა წვიმამ, რომელმაც დემოკრატიისა და თანასწორობის ნიღბით იქადაგა ყველაფერი ხელოვნური და წინააღმდეგობრივი, საბოლოოდ სპორტამდეც მიაღწია, იმ სივრცემდე, რომელიც 1000 წლეულების მანძილზე ადამიანის ფიზიკური და სულიერი ძალის სიმბოლოდ მიიჩნეოდა.
სწორედ აქედან ჩაეყარა იმ იდეოლოგიური იარაღს საფუძველი, რომელსაც დღეს ვაწყდებით. დასავლურ სამყაროში სულ უფრო ხშირად გვხვდება პარადოქსი. კაცად დაბადებულს, რომელიც თავს ქალად აღიქვამს, გზა ეხსნება ქალთა სპორტში. იქ, სადაც სუსტი და ფიზიკურად განსხვავებული ქალები უწევენ წინააღმდეგობას, მათზე მრავალჯერ ძლიერ მოწინააღმდეგეებს. ეს უკვე არ არის თანასწორობისთვის ბრძოლა, ეს არის ბიოლოგიური რეალობის დაგმობა, ეს არის კაცობრიობის ოჯახის და ქალის ღირსების წინააღმდეგ მიმართული იდეოლოგიური ძალადობა. დიახ, როცა პოლიტიკურად მოტივირებული ინკლუზიურობის სახელით საზოგადოებას აიძულებენ უარყოს ბიოლოგიური ჭეშმარიტება, ჩვენ ვდგავართ არა მხოლოდ სპორტის, არამედ ადამიანური ღირსების განადგურების ღურბლზე. ეს უკვე არ არის არჩევანი, ეს არის ბრძოლა ორ განსხვავებულ სამყაროს შორის. ერთ სიცავს წესრიგი, ბუნება და ჭეშმარიტება, მეორეს კი ქაოსი, დეგრადირებული იდეოლოგია და სიცრუე. და სწორედ ამ ხელოვნურად თავსმოხვეული დეგრადირებული იდეოლოგიის წინააღმდეგ ჯანსაღი საზოგადოება ბუნებრივი წინააღმდეგობის გამოხატვას იწყებს. იმ შინაგანი ხმისა, რომელიც არ ემორჩილება LGBT ლობის მიერ თავსმოხვეულ შიშის კულტურას. ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიტიკური დღის წესრიგის ცვლილებების შესაბამისად საზოგადოებამ ხმა აღიმაღლა და ჯანსაღ რელსებზე გადაბარგებას შეუდგა. მიუხედავად 10 წლეულების მანიპულაციური პროპაგანდისა, ამერიკელი ხალხის უმრავლესობა კვლავ ინარჩუნებს ბიოლოგიური საღი აზრის განცდას. ამას მოწმობს ბოლო დროს გამოქვეყნებული გამოკითხვა, რომელიც ნათლად აჩვენებს, რომ ამერიკელების უმრავლესობა ქალთა სპორტში ტრანსგენდერების მონაწილეობას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ეს მხოლოდ ციფრები არ არის, ესაა შინაგანი ინსტინქტური და სამართლიანობის მძაფრი გრძნობის გამოძახილი, რომელიც უარყოფს იდეოლოგიურ ზეწოლას. NBC News-ის გამოკითხვა 2025 წლის აპრილში ონლაინ ჩატარდა, სადაც 18 წლის ზემოთ ასაკის პირები გამოკითხეს. შედეგმაც არ დააყოვნა და აღმოჩნდა, რომ ამერიკის მოსახლეობის 75% წინააღმდეგია იმისა, რომ კაცად დაბადებულმა, ვინც თავს ქალად აღიქვამს, ქალთა სპორტში იასპარეზოს. გამოკითხვა 2025 წლის 11-დან 20 აპრილამდე პერიოდში ჩატარდა და მოიცავდა ამერიკის მასშტაბით 19682 ზრდასრულ მოქალაქეს. მათ შორის 18-დან 29 წლამდე ასაკის 2230 რესპონდენტს. გამოკითხვის ცდომილების ზღვარი მთლიანობაში +-2.2% შეადგენს, ხოლო ჯენზის შემთხვევაში +-2.7%. კვლევა განხორციელდა NBC-ს ჯენზისთვის განკუთვნილი ბრენდის Tuned-ისა და SurveyMonkey-ის პარტნიორობით და დაფუძნებულია მონაცემებზე, რომლებიც ისეთ პლატფორმებზე შეგროვდა, როგორიცაა Snapchat-ი, TikTok-ი, Instagram-ი და YouTube-ი. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ეგრეთ წოდებული გენზი თაობა, რომელიც წინა წლებში LGBT თემს მიაკუთვნებდა თავს, წელს 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდები აცხადებენ, რომ ტრანსგენდერებს არ უნდა ჰქონდეთ უფლება მონაწილეობდნენ ქალთა სპორტში. დიახ, ეს ეგრეთ წოდებული ლიბერალური თაობის 65%-იც კი არ ეთანხმება ბიოლოგიური კაცების მონაწილეობას ქალთა სპორტში. თაობა, რომელიც LGBT იდეოლოგიის პირობებში განათლდა, დღეს უკვე ბუნებრივ წონასწორობას ეძებს. ეს არის მკაფიო ნიშანი, რომ იდეოლოგიური მონოლითი იბზარება, თანაც შიგნიდან ყველაზე გადამზადებული თაობის მიერ. ჩვენ გვესმის, რომ ადამიანები თავს კომფორტულად უნდა გრძნობდნენ საკუთარ სხეულში და ჰქონდეთ შესაძლებლობები ამისთვის, თუმცა იმავდროულად საჭიროა დავიცვათ ისიც, რომ უმცირესობის გულისთვის უმრავლესობას საკუთარი შესაძლებლობები არ წავართვათ. ბევრი პრობლემა შეიძლება მოგვარდეს, თუ ტრანსგენდერების სპორტისთვის გამოყოფილი ცალკე კატეგორია გვექნება. ისევე როგორც ვახდენთ მამაკაცებისა და ქალების გამოყოფა სპორტში, ასევე უნდა დავყოთ ტრანსმამაკაცები და ტრანსქალები, რომ მხოლოდ ერთმანეთს შეეჯიბრონ. თუმცა მორალურად გადახრილი ტენდენციებისგან სრული გათავისუფლება ჯერ კიდევ შორს არის. გენზი თაობა კვლავ რჩება იმ სოციალურ კლასად, რომელიც ყველაზე მეტად არის მოწამლული ამ გენდერული იდეოლოგიით. ეს ახალგაზრდები დღესაც ამერიკის შეერთებული შტატების იმ უმცროს თაობად გვევლინებიან, რომლის მნიშვნელოვან ნაწილს ჯერა, რომ ბიოლოგიური მამრები, რომლებმაც საკუთარი თავი ქალად გამოაცხადეს, ყველა სფეროში იგივე უფლებებით უნდა სარგებლობდნენ, როგორც ჯანმრთელ ბუნებრივ ქალებს აქვთ.
მაშინ როცა მთელი ამერიკული ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 25% იზიარებს ამ ფსევდოლიბერალურ სიგიჟეს, გენზიში ეს მაჩვენებელი უკვე 36%-ს აღწევს. ეს არა პროგრესი, არამედ იდეოლოგიური შხამის შედეგია, შედეგი სისტემური ზეგავლენისა, რომელსაც წლებია სკოლები, უნივერსიტეტები და LGBT ლობი თაობის ცნობიერებაზე ახორციელებს. გამოკითხვის თანახმად, ჯენზი თაობის მესამედზე ოდნავ მეტი, ანუ 36% მიიჩნევს, რომ ტრანსგენდერ ქალებს ქალთა სპორტში მონაწილეობის უფლება უნდა მიეცეთ. ამერიკელებში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, 18-დან 29 წლამდე ასაკის რესპონდენტებში დაფიქსირებული მხარდაჭერის დონე იყო ყველაზე მაღალი ყველა თაობას შორის. საერთო ჯამში რესპონდენტთა 4-დან 1-მა, ანუ 25%-მა განაცხადა, რომ ისინი მხარს უჭერენ ტრანსგენდერი ქალების მონაწილეობას ქალთა სპორტში. ირკვევა, რომ ამერიკელი ახალგაზრდა მამაკაცები გაცილებით უფრო სოლიდარულნი აღმოჩნდნენ ჯანმრთელი ქალი სპორტსმენების მიმართ, ვიდრე თავად ახალგაზრდა ქალები. გამოკითხვის თანახმად, გენზი თაობის მამაკაცების 72%, ანუ ყოველი 4-დან 3 მიიჩნევს, რომ ქალთა სპორტში მხოლოდ ბიოლოგიურ ქალებს უნდა ჰქონდეთ მონაწილეობის უფლება. შედარებისთვის, იგივე პოზიციას იზიარებს ახალგაზრდა ქალების მხოლოდ ნახევარი, დაახლოებით 56%. მაშასე ამერიკის შეერთებულ შტატებში ბრძოლა გრძელდება არა მხოლოდ სპორტისთვის, არამედ ჭეშმარიტებისთვის, არა სტატისტიკისთვის, არამედ ცივილიზაციის გადარჩენისთვის. იმ სამყაროში, სადაც ჭეშმარიტ ბუნებას ეჭვქვეშ აყენებენ და ნამდვილ მამაკაცებს ქალბატონებად იხსენიებენ, იქ სადაც ბრძოლა არც სპორტით იწყება და არც სპორტით მთავრდება, ეს არის ღია ომი იმ წესრიგის, ბუნებისა და ჭეშმარიტების წინააღმდეგ, რომელსაც თურმე თავად საზოგადოების გარკვეული ნაწილიც არ ეგუება. მოდასაყოლილი თაობებიც კი ნელ-ნელა ჭეშმარიტ რეალობას უბრუნდებიან. ახალგაზრდები, რომლებსაც წლების მანძილზე ცრუ პრინციპებსა და იდეოლოგიურ ფანტაზიებს თავს ახვევდნენ, დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მეტად გააცნობიერებენ, რომ სიყვარულის, სამართლიანობისა და ღირსების ნიღაბს უკან მხოლოდ ილუზია და მორალური ძალადობა დგას. ქალთა სპორტში ტრანსგენდერების მონაწილეობის დამცველები ამბობენ, რომ ტრანსები, რომლებიც ქალთა სპორტულ სახეობებში მონაწილეობენ, თურმე იმდენად ცოტანი არიან, რომ ამაზე საერთოდ ყურადღების გამახვილებაც კი არ გირსო. საინტერესო არგუმენტია რა. კუნთმაგარმა ჯეელებმა, იმან ხალიფმა და ლი იუნტინგმა პარიზის ოლიმპიადა ფარსად რომ გადააქციეს და ქალთა კრივი სრულიად გაანადგურეს, ეს თურმე არაფერს ნიშნავს და ამაზე ყურადღებაც არ უნდა გავამახვილოთ. ტრანსგენდერმა ლია თომასმა რომ მიისაკუთრა ქალების ცურვა ამერიკაში, ესეც ზღვაში წვეთია და რას ალაპარაკოა. ისე ლიბერალიზმის ანატომიაში გაშუქებულ ამ თემას თუ გადავხედავთ, არც ისე ცოტა ტრანსია დღეს მსოფლიო ქალთა სპორტში. კრივი, ცურვა, ფრენბურთი, ფეხბურთი, ხელბურთი, ბრძოლა წესების გარეშე, გოლფი, ფარიკაობა, ძლეოსნობა, სირბილი, ნიჩბოსნობა და ავტოსპორტიც კი. ესაა მხოლოდ რაც ჩვენ ვიპოვეთ და მოგიყევით. ახლა კი წარმოიდგინეთ კიდევ რამდენია მოსაყოლი კვირაში 4 ჯერ ყოველ საღამოს 10 საათზე ლიბერალიზმის ანატომიაში. დროებით.